მიდესმა საპატრიარქოში თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხელმძღვანელობას უმასპინძლა პატრიარქმა სამინისტროს ახალი გუნდი დალოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა უწყებაში დაგეგმილი რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უწმინდეს შეიარაღებული ძალების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ილია მეორემ შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აუცილებლობაზე. ცხოვრებაში მემზადებით სინოდის ხდომისათვის და იქ იქნება ერთ-ერთი საკითხი საკვირაო სკოლები. კვირა დღეს და სხვა დღეებში დღის მეორე ნახევარში იქნება საღვთო სჯული ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია და ხელობა, მშენებლობის, საოჯახო საქმიანობის. ეს ძალიან საჭიროა. ჩვენთვის რაღაც მოასა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ლოცვას, იმიტომ რომ ადამიანი ვერ იქნება თავგანწირული, თუ რაღაც რწმენა არ აქვს, თუ შინაგანად ძლიერი არ არის. და ბუნებრივია ეს რწმენა აძლიერებს პირველ რიგში ქართველ ჯარისკაცს. საქართველოს